მოგესალმებისო. დილამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გვალას დიმიტრი ჩხეიძე არის ჩემთან ერთად. დილამშვიდობისა, დიმიტრი, მოგესალმებით. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. და ძალიან მოკლედ რა ვთქვა ჩვენს მაყურებელს, ჩვენს უკან რა ხდება? იქით კი გადავალთ მოგვიანებით, მაგრამ მანამდე შესავალი შევაკაგვიკეთ. კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენ მყოფებით ლიგ სტუდიოში, სადაც მუშაობს ორი პროფესიონალი ფოტოგრაფი, ერთი პროფესიონალი ფოტოგრაფი გახლავთ ნათია ასანიძე, ლიგ სტუდიოს ფოტოგრაფი, მეორე არის გიორგი ტაბიძე, New York Fashion Live TV-ს ფოტოგრაფი და დღეს ჩვენ გვაქვს ფოტოსესია, ცნობილი მომღერალი ფიქრი ამეგრელაძე, რომელიც მიემგზავრება მოსკოვში, აქვს მოწვევა და დღეს გვაქვს ფეშენებული ფოტოსესია ქალბატონი ფიქრი ამეგრელაძის. კი ბატონო, დიდი მადლობა დიმიტრი. გიორგისთან გადავალ მე შეკითხვით. გიორგი, თუ შეიძლება ცოტა ხნით მოგასცდეთ. გამარჯობა, მოგესალმებით. საინტერესოა როგორ მოხვდი ამ პროექტში. ანუ მე ვიცი რომ ძალიან დიდი კასტინგი უნდა გაიარო, რის შედეგადაც მე შეეძლება რომ დაუკავშირდე დიმიტრის და მოხვდი მოკლედ New York Fashion Live TV-ზე. და შენ თვითონ როგორ მოხვდი? ხომ გაგიჭირდა? საგალობთ რთული იყო New York Fashion Live-ში კონკურსში გამარჯვება. როდის ჩატარდა ეს კონკურსი? ეს ჩატარდა 2004 წელს. ჩამოსული იყო დელეგაცია ნიუ-იორკიდან. გავიარე ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები, შემდეგ იყო ფიზიკურად გადაღება მოდელებთან, პოზირებები. და უკვე როგორ მუშაობდი მოდელთან, იმის მიხედვით შევირჩიეთ და უკვე დიდი ხანია თანამშრომლობ დიმიტრი ჩხეიძესთან, საკმაოდ საინტერესო პროექტებზე მუშაობ და მომავალშიც ფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესო თემებზე ვიმუშაობ. კი ბატონო, დიდი მადლობა გიორგი. დროებით შეგაწყვეტინებთ ფოტოსესიას ფიქრიასთან უნდა გადავიდე შეკითხო დილამშვიდობისა, მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ იმას, რომ მიემგზავრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ და საკმაოდ საინტერესო კონცერტი გეოდებათ. თქვენ თვითონ როგორ აღმოჩნდით ამ პროექტში და როგორ მიიღეთ მოწვევა, როგორ დაგიკავშირდნენ? ძალიან მოკლედ რა ვთქვათ ჩვენს მაყურებელს. ისევ და ისევ მოგესალმებით. ძალიან კი მიჭირს დიმიტრი ჩხეიძესთან განშორება, იმიტომ რომ უნიჭიერესია, თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ მიწევს ცოტა ხნით დატოვება საქართველოს მიმიწვეს და ასე ვთქვათ შოუ ბიზნესში მოსკოვში ვაპირებ ისევ ჩემი პროფესიის გაგრძელებას. როდის მიდიხარ და რამდენი ხნით? მივდივარ 2 კვირაში. რამდენი ხნით? ეგ ჯერ არ ვიცი. ანუ არის შანსი იმისი რომ დარჩი დიდი ხნით და იქ გააგრძელოთ მერე უკვე მოღვაწეობა. კი, მაგის რეალური შანსია. ნუ მაშინ წარმატებას გისურვებთ, ველოდებით დაბრუნებას, ცხელ-ცხელ სიახლეებს თქვენგან. თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობებით რამდენიმე დღით წარმატებულ და ბედნიერ დღეს.